ირანში მიმდინარე ომმა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ სამხედრო, პოლიტიკური და რაც მთავარი ეკონომიკური გავლენა მთელ მსოფლიოზე მოახდინა. სპარსეთის ყურიდან ნავთობის და თხევადი გაზის ტრანსპორტირების შეჩერებამ ან შეზღუდვამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ევროპაზე, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებისთვის ამერიკული და კატარული თხევადი გაზი გამოიყენა. ომს გავლენა აქვს ამერიკის სამხედრო მარაგებზეც, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად იხარჯება ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და სხვა შეიარაღება, რამაც შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინისთვის ისედაც ამ შეჩერებული ამერიკული დახმარების ფონზე ამერიკული შეიარაღების კიდევ უფრო დიდი დეფიციტი შექმნას. ომს, რა თქმა უნდა, აქვს გეოპოლიტიკური გავლენა მსოფლიოზე და ირანში მიმდინარე მოვლენები სერიოზულად შეცვლის ჩინეთისა და ამერიკის დაპირისპირების კონტექსტს. ჩინეთისთვის სპარსეთის ყურის ნავთობი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ჩინეთს სერიოზული ნავთობის მარაგები გააჩნია და ის შეიძლება ითქვას ყველაზე მომზადებული შეხვდა ამ ომს ფასების და ენერგეტიკული სტაბილურობის თვალსაზრისით. რაც მთავარია, ამ ომმა შეიძლება ახლო აღმოსავლეთი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეცვალოს და ყურის არაბულ ქვეყნებს მეტი мотиваცია მისცეს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რადგანაც ირანი მათთვის შესაძლოა დარჩეს ხანგრძლივ და გრძელვადიან საფრთხედ და მათ სჭირდებათ ახალი მოკავშირეები ირანთან დაპირისპირების თვალსაზრისით. ასევე ვისაუბრებთ ამერიკაში საზოგადოებრივ აზრზე და საზოგადოებრივ აზრზე რა გავლენას ახდენს ნავთობის გაძვირება და ამერიკის შიგნით რეკორდულად გაძვირებული ბენზინის ფასები და ზოგადად ფასების ზრდის ფაქტორი რა გავლენას ახდენს ამერიკის რესპუბლიკურ პარტიაზე და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე. რეალ პოლიტიკას პოდკასტის რუკა და ტერიტორიას მერვე ეპიზოდში რეალ პოლიტიკას აღმასრულებელ რედაქტორთან აკა ზარქუასთან ერთად მიმოვიხილავთ ამ თემებს. აკა, მოგესალმები, ვაგრძელებთ საუბარს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, როგორც ირანში მიმდინარე ომზე, ასევე ამ ომის გავლენაზე რეგიონზეც და მთელ მსოფლიოზეც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ენერგობაზრებზე, ნავთობის ფასზე, გაზის ფასზე, რაც მერე უტყავს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკებს და ასევე, რა თქმა უნდა, ამ ომს აქვს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გავლენა, როგორც ახლო აღმოსავლეთში არსებულ წესრიგზე, ასევე მსოფლიოში არსებულ წესრიგსა და ძალთა ბალანსზე. დავიწყოთ საუბარი ახლო აღმოსავლეთი როგორ შეცვალა უკვე ამ ომმა, ხო? იმიტომ რომ საერთაშორისო მედიაში ბევრი სტატია ქვეყნდება იმის შესახებ, რომ ყურის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ ომის შედეგად, რადგან არიან ირანის ბალისტიკური რაკეტების თუ დრონების დარტყმების სამიზნე, ამ ქვეყნებში პოზიციები გაყოფილია, ხო? ნაწილი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ უფრო აქტიურად და ბოლომდე მიიყვანოს საქმე, რაც მან დაიწყო და რეჟიმის შეცვლამდე არ გაჩერდეს. ხოლო არიან ქვეყნები, რომლებიც პირიქით მას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რადგანაც ხედავენ რისკებს ამ ომის გაგრძელებაში. დავიწყოთ საუბარი ამ საკითხზე, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და რა შეცვალა უკვე ამ ომმა. მოგესალმები, გიორგი, ნამდვილად დიდი ცვლილებებს ხედავთ უკვე ამ ერთი თვის თავზე სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან და საკმაოდ ჭრელი ესეთი მოზაიკა იკვრება განწყობების თვალსაზრისით სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც პოზიციები არაერთგვაროვანია, რაც განსხვავდება ვითარებისგან სანამ დაიწყებოდა ეს სამხედრო ოპერაცია. ხო, შენ გახსოვს, როდესაც ტრამპმა იანვრის დასაწყისში ჯერ მხარდაჭერა გამოუცხადა დემონსტრანტებს თეირანში, შემდეგ უკვე დახმარებასაც დაპირდა და ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ეს სამხედრო ოპერაცია, თუ შეგვიძლია ვთქვათ, საიდან დაიწყო რაღაცა ეს ჩამშვები მექანიზმი რა იყო, აი იმ მოვლენების, რასაც ეხლა ვაკვირდებით, სწორედ ეს იანვარში დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო, რასაც მაშინ რეგიონის ქვეყნების, იმ ქვეყნების, რომელიც შენ ახსენე, ერთნაირი რეაქცია მოყვა, მათ დაახლოებით მსგავსი რეაქცია ჰქონდა და ყველა მათგანი ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ემხრობოდა დიპლომატიას და მათ დიდი როლი ითამაშეს იმასთან ერთად, რომ ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დროისთვის არ ყავდა მობილიზებული სამხედრო ძალა საკმარისი, ამასთან ერთად რეგიონის ქვეყნების ძალისხმევამ, რომ ვთქვათ, დიპლომატიისთვის შანსი მიეცათ, ამან იმუშავა და ეს სამხედრო ოპერაცია გადაიდო თითქმის ერთი თვით. და მაშინ ყველა მათგანი სპარსეთის ყურის ქვეყანა ემხრობოდა სწორედ ამ პოზიციას, რომ იქნებ დიპლომატიურად შესაძლებელი ყოფილიყო რაღაცნაირი შეთანხმება.
თუმცა მომდევნო პერიოდში მას შემდეგ რაც უკვე ომი დაიწყო, ჩვენ ხედავთ საკმაოდ განსხვავებულ როგორ ვთქვა, განსხვავებულ მიდგომებს. ერთის მხრივ არის ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ ხო პრაქტიკულად ეს სპარსეთის ხურის ქვეყნები ირანის კონფლიქტთან მიმართებით. ერთის მხრივ არის საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი, რომელიც ყველაზე ესე ვთქვათ ქორულ პოზიციებს იზიარებენ. ისინი ისტორიულად უფრო მეტად უფრთხიან ირანს, ისლამურ რესპუბლიკას ყოველ შემთხვევაში 79 წლის რევოლუციის შემდეგ და მათთვის აი ეს შექმნილი ვითარება, რომელშიც ირანი პრაქტიკულად ირანმა ტყვე დაიყვანა ჰორმუზის სრუტე და პრაქტიკულად მოიპოვა რაღაცნაირად მათზე თავდასხმით რაღაცნაირი შეკავების მექანიზმის უზრუნველყოფას ცდილობს ირანი. მათთვის ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი არიან იმ რეგიონის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ემხრობიან და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს მოუწოდებენ, რომ გააგრძელონ ეს სამხედრო ოპერაცია იქამდე, როგორც მინიმუმ თუ რეჟიმის შესრულამდე არა, სანამ ირანის ეს კონვენციური სამხედრო შესაძლებლობები არ იქნება მნიშვნელოვნად დასუსტებული, იმიტომ რომ მათ ხვალინდელი დღის ეშინიათ, ხო, ანუ მათ ისინი წუხან ხვალინდელი შემდეგ ანუ day after-ს რაც ეძახიან, ხო, ანუ რა იქნება იმის შემდეგ რაც საომარი მოქმედებები შეჩერდება. ხომ არ აღმოჩნდება ისე რომ ისინი აღმოჩნდებიან ირანის ტყვეობაში რაღაცნაირად აი ამ ორმუზის სრუტის დაბლოკის თვალსაზრისით და თუნდაც თქვათ აი ამ ენერგეტიკულ ობიექტებზე და სამოქალაქო ობიექტებზე დრონების და ბალისტიკური რაკეტების თვალსაზრისით ირანი პრაქტიკულად ცდილობს რომ აი ამ მაქსიმალური ზეწოლით რეგიონის ქვეყნებზე მაქსიმალური ზიანის მიყენებით და მათ შორის ამ ქვეყნებზე ცდილობს რაღაცნაირად ისრაელის და ამერიკის შემდგომი შეკავების უზრუნველყოფას, რომ აი კიდევ 6 თვეში არ გამეორდეს ის რაც დღეს ხდება. აქედან გამომდინარე ეს ქვეყნები ყველაზე უფრო მეტად როგორ ვთქვა, უფრთხიან აი ამ სცენარს და ისინი რა თქმა უნდა დაინტერესებულები არიან ირანის კონვენციური და ასიმეტრიული სამხედრო შესაძლებლობების მკვეთრი დასუსტებით და აი ამ ვითარებაში დარჩენა მათთვის ყველაზე წამგებიანია, ხო, ანუ ის ვითარება რაც დღეს არის, იმაზე ცუდია ვიდრე იყო ომის დაწყებამდე. ხო და ხო, ანუ აქ ომანი და მეორე ჯგუფში შეგვიძლია მოვიაზროთ ომანი და კატარი. ომანი თავის მხრივ არის ესეთი, როგორ ვთქვა, ტრადიციული შუამავალი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, არა მხოლოდ ვთქვათ ბოლო პროცესში, რომელიც იანვარში მიმდინარეობდა, არამედ მათ შორის ეს JCPOA 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება სწორედ ომანის შუამავლობით დაიწყო 2010 წელს და მათი პოზიცია არის რომ ისინი ემხრობიან მოლაპარაკებების გაგრძელებას, ემხრობიან დიპლომატიურ გამოსავალს და ამავე ჯგუფში არის კატარიც, რომელიც ზოგადად თქვათ თავისი გეოპოლიტიკური წონა ამ ქვეყანამ ბოლო წლებში მოიპოვა სწორედ აი ამ შუამავლის მედიატორის ფუნქციით და იმით რომ ისინი ესე მკვეთრად ინვესტირებულები არ არიან ხოლმე რომელიღაც კონფლიქტის რომელიღაცა მხარისკენ. ესე იყო თქვათ შეგვიძლია გავიხსენოთ ავღანეთშიც, ხო? ავღანეთში როდესაც თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტი გადიოდა 2021 წელს, ამის შემდეგ იყო თქვათ იგივე ღაზაში ღაზის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებები, ასევე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ტყვეთა გასვლა და აქაც ხედავთ კატარის უფრო მოზომილ პოზიციას მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათაც სერიოზული ზიანი მიადგათ. რაღაცნაირად ამგვარად არის გაყოფილი ეხლა სპარსეთის ყურის ქვეყნები, თუმცა ზოგად ჭრილში რო თქვათ, რაც მათ აერთიანებთ, არის ის, რომ აი ამ მიმდინარე ომის შედეგად ეჭქვეშ დადგა მათ მიერ არჩეული ეკონომიკური მოდელის როგორ თქვა სარგებლიანობა, ხო, ანუ რაც აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს იყო რაღაცნაირი სიმშვიდის კუნძული დაძაბულობით სავსე რეგიონში, სადაც ტურისტები მიდიოდნენ, რეგიონი, რომელიც იზიდავდა უცხოურ ინვესტიციებს, მათ შორის თქვა თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით. დღეს თქვათ აი ამ დაპირისპირებამ, აი ამ ეკონომიკური მოდელს სერიოზული პრობლემები გაუჩინა და მოსაოდნელია, რომ რაღაცნაირად ეს მომდევნო პერიოდშიც, მას შემდეგ რაც ეს მიმდინარე ომი დასრულდება, აისახება ამ რეგიონის ქვეყნების ქცევაზე. და მათ დაიწყეს ფიქრი ალტერნატიულ მოდელებზე, ხო? მაგალითად, ვიცით რომ განიხილება
ახალი ნავთობსადენების და გაზსადენების გაყვანა, რომელიც გვერდსაულის ჰორმუზის სრუტეს და გადაჭრის ამ არაბეთის ნახევარკუნძულს და პირდაპირ წითელ ზღვამდე მიიტანს ამ ენერგორესურსებს. პრინციპში ერთი ასეთი უკვე არსებობს, მაგრამ აშკარად არასაკმარისია და მეტია საჭირო ასეთი ალტერნატივების შექმნა. და მეორე ალბათ მათი უსაფრთხოების პოლიტიკის პარადიგმის გადახედვასაც გამოიწვევს იმ შემთხვევაში თუ რეჟიმი არ შეიცვალა, ხო? იმიტომ რომ ფაქტია, რომ აქამდე ეს მოდელი ალბათ შეგვიძლია ვთქვა, რომ სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც ქუვეითის ოკუპაცია მოახდინა სადამ ჰუსეინმა, რომლის შემდეგაც ეს არაბული ქვეყნები გადაარჩინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამ დიდმა საერთაშორისო კოალიციამ და ამის შემდეგ მათი მოდელი რა იყო, რომ ისინი ბოლომდე არიან უსაფრთხოების თვალსაზრისით დამოკიდებული ამერიკაზე, თავისივე ფინანსებით უშენებენ ამერიკელებს ბაზებს თავიანთ ტერიტორიაზე, ამყარებენ სერიოზულ ეკონომიკურ პარტნიორობას ამერიკასთან, მუდმივად დებენ ინვესტიციებს ამერიკულ ეკონომიკაში და სანაცვლოდ იღებენ უსაფრთხოებას. ეხლა ირანი აყენებს საკითხს ესე, რომ ამერიკული ბაზა თქვენი დაცვის გარანტია კი არა, საფრთხეა თქვენთვის, ხო? და აი ეს მოდელი ჩდება კითხვის ნიშნის ქვეშ და მეორე თემა, რაზეც მინდა კითხვა არის არაბული ქვეყნების და ისრაელის ურთიერთობა, იმიტომ რომ ფაქტი არის ის, რომ დღეს ისრაელს და ამ არაბულ ქვეყნებს ერთი და იგივე მტერი ბომბავთ. რაც აქამდე არ მომხდარა არასდროს. და სადღაც ნახე შეიძლება არასწორი იყოს, მაგრამ ნახე რომ მე მგონი არაბთა გაერთიანებულ საამიროებისკენ უფრო მეტი დრონი გაუშვეს და რაკეტაც გაუშვეს. ესე იყო, ხო? კი, ეგრეა, ნამდვილად. და ხო, ამ არაბულ ქვეყნებს კიდე ის განასხვავებს ჩვენ გასხოვებებს ვსაუბრობთ, რომ ამ ქვეყნებიდან მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინია, ვისაც ისრაელთან აქვს ნორმალიზებული ურთიერთობა, სხვა ქვეყნებს რთული ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით კატარს, რომელიც ზოგჯერ ძალიან ნეგატიურ როლს თამაშობს ისრაელთან მიმართებაში და ზოგჯერ პოზიტიურსაც, ესეც უნდა აღინიშნოს ალბათ. ხო და ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი რა არის იმ მოდელს, რომ ამერიკა გვიცავს და ჩვენ ამაში ვიხდით და მეორე თუ ამერიკა ვერ გვიცავს და ირანის რადიკალური, კიდევ უფრო რადიკალიზებული, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებული რეჟიმი რჩება ომის მერე, ხო არ გამოიწვევს ეს ისრაელთან ნორმალიზაციების დაჩქარებას, რათა მათ სხვა უსაფრთხოების პარტნიორი ჰყავდეთ. აი, არ ვიცი მე, საინტერესო კითხვა არის და არ მაქვს ჩამოყალიბებული პასუხი, მაგრამ მინდა გაგახსენო 2019 წელს საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაძაბულობა თუ გახსოვს, მაშინ საუდის არაბეთში თუ არ ვწდები დასაჯეს შიიტი მღვდელი, შემდეგ ირანში დასაჯეს ვიღაც სუნიტი სასულიერო პირი თუ სწორად მახსოვს და დიდი დაძაბულობა ეს 2016-ში დაიწყო, მეგონი და საელჩოების დახურვით და დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერებით დასრულდა მაშინ და აი ეს დაძაბულობის მომენტი 2019 წელს დაძაბულობის მომენტმა მიაღწია, აი კულმინაციას მიაღწია 2019 წელს და მაშინ თუ გახსოვს ირანმა პირველად დაბომბა დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა საუდი არამკოს როგორ თქვა ნავთობსაბადოზე და მაშინ პრაქტიკულად თუ სწორად მახსოვს სადღაც მეხუთედი თუ მეოთხედი მთელი აი ამ მოპოვების და გადამუშავების როგორ თქვა სიმძლავრის ამ შეტევის შედეგად შეჩერდა და მაშინაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პირობებში და საუდის არაბეთი მაშინ ითხოვდა ამერიკისგან საკმაოდ მკაცრ რეაგირებას, თუმცა მაშინ ეს რეაგირება სამხედრო თვალსაზრისით დაუყოვნებლივ თქვა აი ამ შეტევის შემდეგ არ მომხდარა, რამაც საუდის არაბეთს საბოლოო ჯამში უბიძგა ირანთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ და ეს ყველაფერი დასრულდა თუ არ ვწდები 2023 წელს, როდესაც საუდის არაბეთმა და ირანმა ჩინეთის მეშვეობით ისინი შეთანხმდნენ, მიაღწიეს შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ანუ ესეთი იყო რეაქცია გასულ შემთხვევაში, მაგრამ თვითონ ეს იგივე თქვა ჩინეთი შესაძლოა მედიატორად გამოდგეს, მაგრამ თუ კი ისინი საფრთხეს ხედავენ ირანისგან სტრატეგიული თვალსაზრისით, რომ თქვა და ეს შეუძლებელი არის აი ამ საფრთხის შეკავება სხვა გზით. შეუძლია თუ არა ჩინეთს მიცეს
ის უსაფრთხოების გარანტიები, რასაც თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები ეძლევს. გასაგებია, რომ ეს არ არის სრულყოფასოვანი გარანტიები და ყველა საფრთხისგან ვერ იცავს, მაგრამ სხვა შამნაცვლებელია ამ ვითარებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ალტერნატივა ვერ ეყოლება და არ ყავს. აქედან გამომდინარე, ეს ქვეყნები უნდა თუ არა მათ ისინი განწირული არიან იმისთვის, რომ ამერიკასთან უფრო ახლო უსაფრთხოების მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროში. აქედან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია სხვანაირი განვითარება. ხო, ხე არის ეს ხედვა, არ ვიცი, შენ რას ფიქრობ გიორგი ამასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თუ არა უბიძგოს ამ ქვეყნებს მიმდინარე მოვლენებმა იმისკენ, რომ ვარეთ თქვა თქვა ამერიკულ უსაფრთხოების ხოლგაზე და რამე ალტერნატივები ეძებენ. მე ვერ ალბათ წარმოვიდგენია. ვერ იტყვიან, მაგრამ მათ ხო ის ახასიათებთ, ამ არაბულ ქვეყნებს ახასიათებთ მაქსიმალური პრაგმატიზმი. თუ დაინახავენ, რომ ეს ამერიკული გარანტია არ არის მართლა უსაფრთხოების გარანტია, მე ერთი გზა არის, რომ მიდიან ახალ ნორმალიზებაზე ირანთან და რაღაც პირობებზე თანხმდებიან. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ კი ვსაუბრობთ, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევს ამ ომში დასავლეთ ამერიკა და ისრაელი, მაგრამ ამის მიღმა უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უზარმაზარი ეკონომიკური და სამხედრო ზიანი მიიღო ირანმა ამ ომში. განსაკუთრებით მტკივნეული ირანისთვის არის ალბათ არაბთა გაერთიანებული საემიროების გადაწყვეტილება, რომლითაც არამხოლოდ ვიზები შეუჩერდათ და ცხოვრების უფლება იქ ყოფ ირანელებს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია არაბთა გაერთიანებული საემიროები ირანისთვის. და ზოგადად ამ სანქციების თავიდან არიდების სქემაში არაბთა გაერთიანებული საემიროები არის ერთ-ერთი გადამწყვეტი წერტილი ირანისთვის. ირანის ეკონომიკის სიცოცხლის უნარიანობის წყარო დღეს არის არაბთა გაერთიანებული საემიროები, მალაიზია, ნაწილობრივ სინგაპური, ტაჯიკეთი შეიძლება ვახსენოთ, მაგრამ არაბთა გაერთიანებული საემიროები ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს თუ ბოლომდე იკეტება იმ ზიანთან ერთად, რაც უკვე ირანს მიადგა, ეს არის უბრალოდ კატასტროფა ირანული ეკონომიკისთვის. ანუ ეხლა ესე არაა, რომ იმან ყველაფერი დაბომბა და ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და კი, ცუდია ეს ამ ქვეყნებს, მაგრამ ირანსაც სჭირდება ამ ქვეყნებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ უბრალოდ იარსებოს ქვეყანამ და ჰქონდეს ეკონომიკა, ბიუჯეტში შედიოდეს შემოსავალი, ანუ რაღაც ბერკეტები ამ ქვეყნებსაც გააჩნიათ ირანზე. ამაზე ვსაუბრობ მე. ამიტომ ერთია ეს, რომ აი ამ აქედან გამომდინარე მე არ გამოვიცხო რაღაც ფორმით, მათ შორის მერე უკვე როცა ომი დასრულდება მოლაპარაკებები და ჩვენ თავად ის არ ვიცით ომი რა შედეგით დასრულდება. და მეორე მე რასაკითხსაც წამოვჭრიდი არის ალბათ ეს ისრაელთან ურთიერთობების საკითხი ჩემი აზრით. ეს საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან სერიოზული გამოცდილება მგონია, რაც ჩემი აზრით გავლენას მოხდენს ამ ქვეყნების შიგნით საზოგადოებრივ აზრზეც, ხო? ამ პირდაპირ ვიტყვი, ამ ქვეყნებში ისრაელი ნამდვილად არ უყვართ, ალბათ ყველგან 80% მინიმუმ მოსახლეობის ეზიზღება ისრაელი, გამონაკლისებით არის რა თქმა უნდა ალბათ არაბთა გაერთიანებული საემიროები, მაგრამ სხვაგან ეგრეა, ხო? და ჩვენ ვიცით, რომ ეს ნორმალიზაციების პროცესები რომელიც მიდიოდა ხო რაღაც ტემპით 2020 წლიდან ამ არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის გააჩერა ჰამასის თავდასხმამ ისრაელზე ტერორისტულმა თავდასხმამ, რასაც მოყვა ღაზაში ომი, უზარმაზარი სამოქალაქო მსხვერპლი ღაზაში და ამ არაბული ქუჩის საშინელი პროტესტები და ზიზღი ისრაელის მიმართ, რომელმაც მე უკვე ყველაფერზე მოახდინა გავლენა, ხო? იგივე იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ისრაელს დიდი ხანია ნორმალიზებული აქვს ურთიერთობა იორდანია და ეგვიპტეს გულისხმობ, საელჩოები ევაკუირებული ყავს ისრაელს, მათ საელჩოებთან ძალიან დიდი აქციები იყო. ეს არა ნორმალური მოვლენა, ეს ქვეყნები მკაცრი დიქტატურებია და იქ აქციები საერთოდ არ იმართება როგორც წესი, ამასაც აღნიშნავ. ამიტომ ეს ომი შეიძლება იქცეს რაღაც ტიპის გადაწყვეტილად საზოგადოებრივ აზრში ერთი და მეორე ისრაელთან პარტნიორობის საჭიროება მეტად დაინახონ ამ ქვეყნებმა სამხედრო პარტნიორობის მათ შორის და ეკონომიკურიც, თუმცა ეკონომიკები მათ ისედაც ძლიერი აქვთ და დავამატებ ერთ ამბავს, წელს არჩევნებია ისრაელში და ეხლა ისრაელი ესეთ ქვეყანა და ესეთ საარჩევნო სისტემა პროგნოზის გაკეთება ვინ მოიგებს ამ არჩევნებს, ნუ წარმოუდგენელია, მაგრამ იმის თქმა შეიძლება რომ მეტი შანსია მოქმედმა კოალიციამ წააგოს არჩევნები, ანუ ნეთანიაჰუს და მემარჯვენე კოალიციამ, ვიდრე მოიგოს. ამის თქმა ნამდვილად შეიძლება კვლევების თანახმად, ხო?
და შეცვლა ამ კოალიციის და იმ ძალიან ოდიოზური სახეების, რომლებიც არაბულ ქვეყნებში ყველაზე მეტად ეზიზღებათ ეს ხალხი. გახსოვს შენ სმოტრიჩისგან ცხადება ფინანსთა მინისტრის, რომ თუ საუდის არაბეთს ამ პირობებით ჩვენთან ურთიერთობის ნორმალიზება არსოთ, შეუძლიათ უდაბნოში აკლემებით ჯირითი გააგრძელონ, ნუ სამარცხვინო განცხადება გააკეთა ესეთი ხალხი. რასისტული განწყობების ნაკლებობა მოქნათ თავრობაში არ არის ნამდვილად ისრაელის. ხო და ბევრია სამწუხაროდ ესეთი ხალხი ისრაელის თავრობაში და ცვლილება ამ თავრობის და სახეების და არიან ოპოზიციაში ბევრად ნორმალური სახეები ვიდრე ახალ თავრობაშია ჩემი აზრით ამ ისრაელის იმიჯის გამოსწორებას და გარკვეულწილად შეუწყობს ხელს და მინიმუმ ეხა ყურის ისეთ ქვეყნებთან რომლებიც ეხა პირდაპირ საუდის არაბეთზე არ დავდებდი ფსონს მაგრამ სხვა ქვეყნებს ანუ აქ მე მგონია რომ თავარი მაინც არის საუდის არაბეთის გადაწყვეტილება როგორი იქნება იქიდან გამომდინარე რომ ეკონომიკურად მოსახლეობის თვალსაზრისითაც ეს ყველაზე დიდი ქვეყანაა ყურეში ამას ემატება ვთქვათ ეს რელიგიური მომენტი რომ ისლამის ორი ყველაზე წმინდა ადგილის სამშობლოა საუდის არაბეთი საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას ექნება გადამწყვეტი გარდამტეხი მნიშვნელობა დანარჩენი ქვეყნებისთვის ნორმალიზაციის თვალსაზრისით მე აქ რაც წამიკითხავს ერთ საინტერესო აზრი რაც შემხვედრია არის ის რომ ნორმალიზაციაზე წასვლა საუდის არაბეთის მხრიდან გამორიცხულია სანამ ცოცხალია მამა მოხამედ ბინ სალმანის ანუ მეფე რომელიც შედარებით უფრო ძველი თაობის ძველი ყაიდის კაცი არის რომლისთვისაც ისრაელი მაინც ბევრად უფრო მიუღებელი არის და ბევრად უფრო ესეთ რადიკალურად არის განწყობილი ისრაელის მიმართ და არსებობს ეს ცნობილი ინტერვიუ კინგ მეფე ფაიზალის ხო რომელსაც ჟურნალისტი ეკითხება რომ აი რისი ხილვაქსურთ პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთში რა უნდა მოხდეს და მისი პირველი პასუხი არის რომ ისრაელის განადგურება ხო ანუ extermination of Israel ასე პასუხობს ანუ აი ეს განწყობებიც არის არ ვიცი ხა ეს რამდენად ესე არის თუმცა ნამდვილად შეგვიძლია რომ საუდის არაბეთი გარდამტეხი იქნება კი და ერთ ისტორიას მეც მოვყვები მაშინ გახსოვთ 2023 წლამდე უკვე სერიოზულად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთს და ამერიკას შორის ამ საკითხზე და მაშინ გამოჟონა ამერიკულ მედიაში ინფორმაცია რომ მუჰამედ ბინ სალმანს ძალიან ეშინია რომ არ გაიზიაროს ანვარ სადათის ბედი რომელიც ეგვიპტის პრეზიდენტი იყო მან მოაწერა ისრაელის პრემიერ მენახემ ბეგინთან ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი და მერე ის სამხედრო აღლუმზე მუსლიმურმა საზმომ ტერორისტული აქტის შედეგად მოკლა. და ის ძალიან ახალგაზრდაა და რა ვიცი, როცა მეფე გახდება, იდეაში ის უკვე მეფეა და როცა უკვე რეალურად მეფე გახდება, ალბათ კიდე 30-40 წელი გააგრძელებს ქვეყნის მართვას და ესეთი ტერორისტული თავდასხმის შიში მას აქვს, როგორც მისი მრჩევლები ანონიმურობის პირობით აცხადებენ. თან საუდის არაბეთი კი ებრძვის ამ რადიკალურ ისლამს და რაღაც მოდერნიზაციის გზას გადის. მაგრამ ამ უნდა დაგვაუწყდეს მაინც ამდენად კონსერვატორული და ესეთი საზოგადოება კიდე უფრო ართულებს ამ თვალსაზრისით ხო იმიტომ რომ თქვათ ის რეფორმები რაც ბინ სალმანმა განახორციელა ქვეყნის შიგნით გულისხმობდა და გამოვიდა ისე რომ თქვათ შემცირდა აი ამ რელიგიური თეოლოგიური ავტორიტეტების გავლენა ქვეყნის შიგნით კულტურულ პროცესებში სოციალურ პროცესებზე და ამ თვალსაზრისით ისრაელთან ვითარების ნორმალიზაცია კიდე უფრო სარისკო შეიძლება იყოს მისთვის და აბსოლუტურად სწორი პარალელი მოიყვანა ხო ანუ თუ რა ვინმეზე შეიძლება ვინმეს მაგალითზე შეიძლება ფიქრობდეს ბინ სალმანი ამ შემთხვევაში ანვარ სადათი არის პირველი არაბი ლიდერის რომელიც ისრაელთან ნორმალიზაციაზე რომელიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციას დათანხმდა და ამაში თავის სისხლით გადაიხადა ფასი კი ბატონო აკა ახლო აღმოსავლეთის გარდა ეს ომი დიდ გავლენას ახდენს რა თქმა უნდა უკრაინა-რუსეთის ომზე და ზოგადად რუსეთის პოზიციაზე გლობალურ პოლიტიკაში. პირდაპირ გავლენა რაც არის ის რომ ამერიკამ გააუქმა სანქციები დროებით რუსულ ნავთობს, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მეტ შემოსავალს მიიღებს ნავთობის გაყიდვით. აი ეს გაკეთდა ფასების სტაბილიზაციისთვის, რადგანაც ნავთობის ფასები იზრდება ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების გამო. მეორე პრობლემური საკითხი არის ის, რომ ყურის არაბულმა ქვეყნებმა და ამერიკულმა ჯარებმა არანორმალური ტემპით ისროლეს და რაოდენობით საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რომელიც ისედაც დეფიციტური შეიარაღების ტიპი იყო,
როგორც გაოგნებული უკრაინელი კონსულტანტები მე აღმოაჩენენ თითო სამიზნეს 4 რაკეტას ეშოდნენ ეს არაბული ქვეყნების არმიები, რაც აი ძალიან დიდი ფუფუნება იმ ფონზე, როცა ვიცით რომ უკრაინას ძალიან უჭირს ესეთი რაკეტები და არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ ვერ ისვრიან, იმიტომ რომ მომარაგების ტემპი ეგეთი არ არის. და ვიცით ასევე ის რომ ეს უკვე ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში განაცხადა, რომ Lockheed Martin აწარმოებს წელიწადში მხოლოდ 500 თუ 600 ამ PAC-3-ის რაკეტას, რომელიც პატრიოტების რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად, ხო? ეს ორი დიდი თემა არის ალბათ, რაც უკრაინა რუსეთს უკავშირდება, ამის გარდა უკრაინის როლი გამოიკვეთა იმ თვალსაზრისით, რომ ამ მათმა გამოცდილებამ ირანულ დრონებთან დაპირისპირებაში პოვა დიდი გამოხმაურება და მოთხოვნა გაჩნდა უკრაინული წარმოების ძალიან იაფფასიან ამ დრონების ჩამომგდება პატარა მცირე ზომის დრონებზე, რომლებიც იაფია და ძალიან ეფექტურია და ხედავთ უკვე რამდენიმე ასეული უკრაინელი არის გაშლილი მთელი არაბული სამყაროს ტერიტორიაზე და ეს დრონები უკვე ჩაიტანეს უკრაინელებმა. აი რა სცვლის ამ გლობალურ კონტექსტში და ასევე მთავარი ალბათ კიდევ ერთ რასაც აღნიშნავდი არის ის რომ რუსეთი ალბათ ძალიან ესე დიდი სიხარულით უყურებს იმას რომ ზოგადად ამერიკული შეიარაღების სხვადასხვა ტიპის დეფიციტური იარაღი ძალიან სწრაფად იხარჯება, რომლის შევსებასაც წრები დაჭირდება მარაგებს, იგივე ტომაჰავკების და სხვებისაც. ანუ ეს ძალიან მრავალმხრივ გავლენიანი მრავალმხრივ როგორ თქვა მნიშვნელოვანი დაპირისპირება არის წმინდა სამხედრო თვალსაზრისით რაც შენახსენე ხო ანუ ერთი ასევე პოლიტიკური განზომილება ასევე ეკონომიკური განზომილება ეკონომიკური განზომილება არის ის რომ პრაქტიკულად და ეს წლევანდელი წელი უნდა ყოფილიყო ყველაზე რთული რუსეთის ეკონომიკისთვის სრულმასშტაბიანი შეცვლის დაწყების შემდეგ მათ თქვა ამ სანქციების ფონზე ნავთობის ფასის კლების ფონზე ნენოლა იქნებოდათ პრობლემები ომის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც გამოისახებოდა მზარდ ბიუჯეტის დეფიციტში, შემცირებულ ხარჯებში და ასე შემდეგ. ეხლა რამდენადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი დღეს ლევანდელი წელი უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, რაღაცა მსოფლიო ბაზრის ჭარბი მომარაგების წელი ნავთობის თვალსაზრისით, მაგრამ ხედავთ, რომ ვთქვათ, მომარაგება იმდენად პრობლემა არაა, რამდენადაც ვთქვათ, ლოჯისტიკა გახდა შეუძლებელი ან ძალიან გართულდა როგორც მინიმუმ. ამან გაზარდა ფასები, ახლა დონალდ ტრამპსაც შეუძლია თქვას, რომ აი შეგიძლიათ ამერიკული ნავთობი იყიდოთ და ჩვენ საერთოდ არ ვიყენებთ ამ ამას და იმპორტი არ აგვაქვს ნავთობის და მაგრამ ეს ამერიკული ბაზარი ხომ მსოფლიო ბაზრის ნაწილია, ანუ ეს ხო რაღაცა ვაკუუმში იზოლირებულ რაღაცა ბაზარს არ წარმოადგენს, ანუ თუ კი ერთგან იზრდება ფასი, ამას მოყვება ფასის და სხვაგანაც აქედან გამომდინარე ვხედავთ თქვა იგივე გაზრდილ ფასებს ამერიკულ ბენზინგასამართ სადგურებზეც. გარდა ამისა, პოლიტიკური განზომილება რუსეთს თქვა ეკონომიკურად თქვით უკვე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, სხვადასხვა შეფასებებია დაახლოებით დღეში რამდენიმე 100 მილიონ დოლარს მიიღებს დამატებით აი ამ სანქციების მოხსნის შედეგად რუსეთი ეს შეასრულა იმდენად მნიშვნელოვანი თანხა არ იყოს, რამდენადაც თქვა პოლიტიკურად რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ირღვევა მის ირგვლივ ეს იზოლაციის რკალი, ხო, რომელიც მანამდე არსებობდა სანქციების რკალი, რომელიც მანამდე დასავლეთში არსებობდა, სამწუხაროდ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, თქვა, ეგრეთ წოდებულ გლობალურ სამხრეთის ქვეყნებში, სადაც პუტინი აქტიურად ჩადიოდა კიდევაც მისი იქაური ლიდერებით ჩამოდიოდნენ და ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობებიც ვითარდებოდა, მაგრამ აი ამ სანქციების მოხსნის შედეგად პუტინი ნელა ისევ გამოდის, თქვა, ხდება ის ცდილობს, რომ გახდეს გლობალური მოთამაშე, კვლავ და არა მხოლოდ უკრაინით იყოს დაკავებული, არამედ თქვა რაღაცნაირად შეეცადოს, რომ თავისი წვლილი და გავლენა ჰქონდეს სხვაგან მიმდინარე პროცესებში და ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა ცადა მედიაცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. ჩვენ ნახეთ ალი ლარიჯანის ვიზიტი ვლადიმერ პუტინთან აი ამ ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ჩვენ ვიცით, რომ პუტინმა შეთავაზა როგორც გამოსავალი ამერიკას და ირანს, რომ აი ეს გამდიდრებული ურანი 500 კილომდე უკვე გამდიდრებული ურანი, რომელიც ირანს აქვს, რუსეთი მზად იყო ამ ურანის ასაღებად, შესანახად, მაგრამ ამან არ იმუშავა, ამან რაღაცნაირად გემახსოვრება ტრამპის განცხადება, რომ მე პუტინმა მთხოვა დახმარება ირანთან დაკავშირებით და მე ვუთხარი, რომ ჩემი პასუხი იყო, რომ ჯობია უკრაინასთან დაკავშირებით დამახმარო, ესე უფრო სასარგებლო იქნებიო. ანუ
ეს ყველაფერი რაღაცნაირად აბრუნებს მას როგორც აი გლობალურ მოთამაშეს, როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკოს და რომლის ფონზეც ის უკვე აღარ გამოიყურება აი ამ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ის აღარ გამოიყურება რაღაც ესეთ ძალიან გამონაკლისურ ლიდერად, რომელიც მზადაა სისხლისღვრისთვის, ხო, იმიტომ რომ აი ამდენი მომდინარეობს ირგვლივ და ეს იყო კიდევაც ალბათ მის მიერ წამოწყებული ამ მასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი მიზანი. გარდა ამისა, რაც საინტერესო შეიძლება იყოს, არის ის, რომ რეალურად იხსნება ახალი შესაძლებლობები რუსეთისთვის იმთვალსაზრისით, რომ ხდება მნიშვნელოვანი დაპირისპირება აი ამ ომის ფონზე ამერიკასა და ევროპას შორის და ამაზე მინდოდა შენთვის მეკითხა, რამდენად ანუ როგორ თქვა, რაღაცა ტრამპის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ უკვე ეს არაპროგნოზირებადობაც რაღაცნაირად პროგნოზირებადი ხდება. ხო, ანუ როცა რაღაცა მიზანს ვერ აღწევს, მისი საყვარელი რაღაც ხერხი სულ ხშირად ხდება, თავს დაესხას ევროპელებს, ხო? რომლებიც საერთოდ არც არნაირ კონსულტაცია არ გაუვლიათ მათთან ამ ომის დაწყებამდე, არავის მათთვის აზრი არ უკითხავს და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ჰორმუზის სრუტე ჩვენ არ გვჭირდება და ამას უნდა მიხედონ ევროპელმა ქვეყნებმა. ეხლა ჩვენთვის გარდა იმისა, რაღაც პოლიტიკურად ამაზე მინდა რომ შეისაუბრო, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რომ აი რა შეიძლება გააკეთოს ევროპულმა არმიამ, ევროპულმა ფლოტმა, ისეთი რისი გაკეთებაც არ შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტს. ეს წარმოუდგენელია. მაგრამ მინდა შენ კითხო, ანუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ის ხო არ ხედავთ საბოლოო განქორწინებას ამ ტრანსატლანტიკურ კავშირში. თუ მორიგი ტალღა არის დაძაბულობის შენიერების. მე აი ნუ ძალიან კომიკურია დავიწყოთ იმით, მაინც შევახსენოთ, ვინც გვისმენს იმ ადამიანებს, რომ არანაირი წინასწარი კონსულტაცია ამ თემაზე არ გაუვლია ამერიკას, როცა ომს იწყებდა. არც რამე საერთაშორისო მცდელობა ყოფილა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ქვეშ მომხდარიყო ამ ოპერაციის დაწყება, რამე კოალიციური ძალები შექმნილიყო. ეს წარმოუდგენელი ვითარება საუბრობენ ნატოზე და ნატოს საჭიროებაზე, თითქოს ვინმე დაესხა ამერიკას თავს და რაღაც პასუხისგაცემაა საჭირო, ანუ ეს ომი ხო იმით არ დაწყებულა, რომ ვიღაც დაესხა თავს ამერიკას და მე პასუხია. საერთოდ მარკო რუბიომ წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, რომ ესეთი ნატო რაში გვჭირდება, თუ მათ ბაზებს ვერ გამოიყენებთო და არ ვიცი ლოგიკა სად არის საერთოდ ნატო დაშოშია ეს ხო მეხუთე მუხლი ხო არ მუშაობს ამ მომენტში ირანს ხო არ დაუბომბავს ამერიკა და ამის გამო ხო არ დაწყებულა ეს ომი ამიტომ ნუ არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო ხო ანუ აქ საინტერესო რაც იყო ის რომ ამ ადმინისტრაციას ევროპის მიმართ აქვს ზიზღი და მწვრთნელი დამოკიდებულება ეს ბევრჯერ გამოჩნდა და შარშან მიუნხენში წელს მე კიდევ ერთხელ მიუნხენში გამოჩნდა ასევე იმაში რომ აუცი თუ რამე უბედურება არსებობს, ყველაფერი ჩაწერეს თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროპის შესახებ და არაფერი არ ჩაწერეს რუსეთის შესახებ, საერთოდ ერთხელ ახსენეს მარტო. გასაგებია მათ ლოგიკაში ეს ჯდება, მაგრამ ნორმალურ რაციონალურ ლოგიკაში ეს ყველაფერი არ ჯდება, ხო უბრალოდ. იმ ევროპული ქვეყნების პოზიცია, რომლებიც ბაზებს მათ არ უთმობენ, აი უმარტივესად გასაგებია, ხო? ისინი ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ ის ქვეყნები არის დემოკრატიები. დემოკრატიულ ქვეყანაში მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი. და იმ ქვეყნებში, ისევე როგორც ხოთაშორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლო აღმოსავლეთში ინტერვენციები და ესეთი ტიპის ჩარევები არის სრულიად დისკრედიტირებული ერაყის და ავღანეთის ომებმა. თუ რამეს მიახვეწა დასავლური საზოგადოებები, შეიძლება ვიკამათოთ ეს დასკვნა სწორია თუ არა. მაგრამ არის ის, რომ ჩვენ ეს აღარ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს გვიჭდება ადამიანის სიცოცხლეების მილიარდობით და ზოგჯერ ტრილიონობით დოლარის და ევროს ფასად, ამიტომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, ხო? ამიტომ ის ქვეყნები, რასაც აკეთებენ, არ ვიცი, ეს ესეა, ხო? ამ ომის მთავარი უბედურება ალბათ და ნეგატივი დასავლური სამყაროსთვის და ჩვენთვისაც, მათ შორის საქართველოსთვისაც არის ის განცხადება, რაც დონალდ ტრამპმა გააკეთა, რომ ნატოდან გამოსვლას განეხილავს. გასაგებია, რომ ეს შეიძლება დღესვე არ გამოვიდეს და ისიც გასაგებია, რომ შეიძლება მას ამის საინტერესო რაც იყო, არის ფორმალური უფლებამოსილებაც არ აქვს. ხო, ანუ სენატში, მიღებულ სენატმა მიიღო გასულ წლებში აქტი, რომელიც უგზავნოს პრეზიდენტს გამოსვლას ნატოდან სამხრივად კონგრესის და სენატისთან შეთანხმების
ხარდაჭერის გარეშე და ამ აქტის ერთ-ერთი სპონსორი იყო მარკო რუბიო. კი. მაგრამ ძალიან პარადოქსული სიტუაცია არის. პარადოქსული სიტუაცია, მაგრამ ეს რეალურად ძალიან ძიმეა ხო ამის ნახვა, იმიტომ ეს სიგნალს უგზავნებს რუსეთს, საერთოდ რაღა დარჩა ნატოსგან, ხო? ეს კითხვა ხო ჩნდება და ნატოს მეხუთე მუხლისგან. ამიტომ ეს ძალიან ძიმე ვითარება, ასევე ვხედავთ სხვათა შორის რაც დამოუწყდა უკრაინაზე მე თქვა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი კონსულტანტები და დრონების ჩამოგდების სპეციალისტები იქ მუშაობენ, ტრამპი ყველა გამოსვლაში აკნინებს უკრაინის როლს და მუდმივად ამბობს, რომ მე მათი დახმარება არ მithხოვია, არაფერში არ გვჭირდება უკრაინა. ეს უკრაინის მიმართ მიუღებლობაც მუდმივად გამოსჭვივის მის განცხადებებში. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უკრაინა კარგ საქმეს აკეთებს, მათ შორის იმ მიზნებისთვის, რაც მას გააჩნია ირანში, ხო? და უკრაინისნაირ მხარდამჭერი ამ ომს ევროპაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ყავს, ხო? ანუ რა თქმა უნდა, იმიტომ უკრაინის მოწინააღმდეგეც აღმოჩნდა ირანი ბედის უკუღმართობით. კი, ამის გარდა ეს თემა ალბათ ევროპაზე, ხო, ისიც ვთქვათ, რომ ევროპის გაზმომარაგების 15-20%-ია დაახლოებით ჰორმუზის სრუტე და გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ უნდა უთხრათ ალბათ ჩვენს მსმენელებს, რომ როდესაც ევროპამ დაიწყო აქტიურად რუსული გაზის ჩანაცვლება, ეს ჩანაცვლების პროცესი მოხდა ძირითადად კატარული და ამერიკული თხევადი გაზის ხარჯზე, რომლის ტრანსპორტირების პრობლემებიც იქნება ახლა, ხო? ამიტომ და წარმოების პრობლემაც შეიძლება შეიქმნას თუ თქვათ გაგრძელდება ეს. პრობლემა შეიქმნას და ეს აუცილებლად მოახდენს გრძელვადიანად გავლენას მათ ეკონომიკებზეც და ზოგადად ფასები უკვე გაიზარდა 60-70%-ით გაიზარდა უკვე ევროპაში გაზის ფასი და ეს ალბათ კიდე შეიძლება გაუარესდეს ამ ომის გაგრძელებას. და ანუ ერთის მხრივ ეს ფასები, ამ ფასებს მიყვება შემდეგ უკვე საზოგადოებრივი განწყობები, რომელიც თქვათ აი ესეთ პროტესტულ ვითარებაში, რაც ბოლო წლებში ვნახეთ, ძირითადად მიდრეკილია ხოლმე ესეთი ანტი-ისტაბლიშმენტური ულტრამემარჯვენე პარტიებისკენ. ესეთი ეკონომიკური კრიზისები ქმნის ევროპაში ამ პარტიებისთვის ხელსაყრელ პოლიტიკურ ვითარებას და ესეც გრძელვადიანი პოლიტიკური რისკია, რომელიც აი ამ ომმა წარმოშვა ცარიელ ადგილას. კი, და კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ეს ომი გავლენას ახდენს, არის ამერიკის შიდა პოლიტიკა. ამერიკის ბაზრებზე და უკვე 1 გალონი ბენზინის ფასი გადაცდა $4, რაც არის ერთგვარი რეკორდული მაჩვენებელი. შეგახსენებთ დონალდ ტრამპის გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი, ყველაზე მთავარი მიზეზი უბრალოდ იყო ფასების ზრდა და ინფლაცია, რაც მოყვა ამ კოვიდის კრიზისს, კოვიდის შემდეგ დიდ სახელმწიფო ხარჯებს და ზოგადად კიდევ სხვა ფაქტორებსაც, რა თქმა უნდა. და ის მოვიდა დაპირებით, რომ არათუ ფასების და შეწყდებოდა, ფასების შემცირდებოდა, მას ესეთი დაპირებები ჰქონდა. და ხედავთ, რომ არათუ ფასები შემცირდა, ერთის მხრივ მის მიერ დაწესებული ტარიფების და სავაჭრო ომის გამო და მეორეს მხრივ უკვე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ფასები კატასტროფულად არის გაზრდილი ამერიკაში. ამაზე მას აქვს ძალიან არაადეკვატური რეაგირება, მოისმინეთ ალბათ ყველამ, რომ მან ის ხალხი კი არ დაამშვიდა და კი არ თქვა, რომ მალე შემცირდება ფასები, ან სახელმწიფო რაღაც საგადასახადო შეღავათებს დააწესებს სხვადასხვა ტიპის პროდუქტებზე, რომ ფასები შემცირდება. ბევრი რეაგირება შეიძლება ამაზე მოეხდინა ადეკვატურ პრეზიდენტს და მან თქვა, რომ ჩვენ სოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მწარმოებელი ვართ, ამიტომ ფასების დიდ ყველაზე დიდ მოგებას ვნახულობთ. ეხლა ფასების დიდ შეიძლება ამერიკული კომპანიები დიდ მოგებას ნახულობენ, მაგრამ არ ამგონია რიგითი ამერიკელები ამ მოსაზრებას იზიარებდნენ, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურზე მიდიან და კვლევებში ჩანს ხო ეს ყველაფერი უკვე აი წინაზე ვნახე მე მგონი როიტერი იფსოსის პოლი იყო, სადაც ეკონომიკური საქმიანობის ტრამპის ეკონომიკური საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა ბაიდენის მაჩვენებლებს. და სხვა ამავე კვლევაში განთავარი რიცხვი არის ის, რომ მოსახლეობის 67% ამბობს, რომ არადარდებს ის მიზნები, რაც დასახული აქვს ტრამპს ამ ომში და უჩვენია ეს ომი მისივე კეთილდღეობისთვის დღესვე დასრულდეს.
იმიტომ რომ კარგად ესმის ამერიკის მოქალაქეებს, რომ ეს ფასების და მთლიანად მიბმულია ამ ორ ფაქტორზე, რომელიც მე ვახსენე, ტარიფები და ირანის ომი. მე რა მინდოდა მეკითხანო ეს ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე რას უნდა ველოდოთ? ანუ აქამდე იყო განწყობა, რომ კონგრესში თქვათ მოსალოდნელი იყო დემოკრატების გამარჯვება და ის რომ დემოკრატები დაებრუნებდნენ კონტროლს კონგრესზე, აი ეს ყველაფერი რეიტინგების კლება, ფასების ზრდა, შემდეგ ხომ არ აჩენს შესაძლებლობას, რომ სენატიც დაიბრუნონ დემოკრატებმა. ხო, კარგი კითხვაა, სული ამაზე პასუხი დავიწყებ, იმიტომ რომ რამდენიმე ფაქტორი მუშაობს ტრამპის წინააღმდეგ. ერთი არის ის, რომ მან ვერ შეასრულა ის დაპირებები, ხო, ფასები კი არ შემცირდა, მკვეთრად გაიზარდა. მეორე მისი დაპირება იყო, რომ მშვიდობის პრეზიდენტი იქნებოდა და ზოგადად ეს საგარეო და საკითხებში ესეთი აქტიური არ იქნებოდა და კვლევებში 60%-ზე მეტი მოსახლეობის ამბობს, რომ ის ზედმეტად დიდ დროს უთმობს საგარეო საკითხებს და არ არის კონცენტრირებული შიდა პრობლემებზე. და მესამე მას მართლა რაც შეიძლება ვთქვას, რომ კარგი გააკეთა და შეძლო იყო ის, რომ მან შეაჩერა სამხრეთ საზღვარზე ეს არალეგალური მიგრაციის ნაკადები, მაგრამ ეს ბენეფიტი, რაც მას ჰქონდა, მთლიანად წყალში ჩაყარა ამ საიმიგრაციო სამსახურის სისასტიკემ და ორი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობამ, რასაც მე მოყვა მასშტაბური პროტესტები. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვედა პალატაში პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ რესპუბლიკური პარტია წააგებს არჩევნებს და აქ ახლა კითხვა მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ 20 მანდატიანი უმრავლესობა იქნება დემოკრატიულ პარტიას თუ 30 მანდატიანი თუ შეიძლება რაღაც კიდევ უფრო დიდი მოხდეს. მაგრამ სენატის სხვა საკითხი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ამერიკის საარჩევნო სისტემით სენატი ირჩევა 6 წლის ვადით და ყოველ 2 წელიწადში არის 33 სენატორის არჩევნები, ხო? მე-13 აირჩევა სენატის. აქედან გამომდინარე რუკა ძალიან ბევრს წყვეტს და წელს არის წელი, როდესაც ბევრი ისეთ შტატში არჩევნები, რომელიც არის მყარად რესპუბლიკური შტატი, რომელიც დიდი უპირატესობით აქვს ტრამპს მოგებული. ხო, მხოლოდ ერთი შტატია, რომელიც კამალა ჰარისს აქვს მოგებული 24 წელს და ჰყავს რესპუბლიკელი სენატორი. ეს არის მეინის შტატი, სადაც სიუზან კოლინსი იყრის, არის მე-4 თუ მე-5 ტკენჩს, ხო? სხვა ყველა ისეთი შტატია, რომელიც რესპუბლიკელებს აქვს, ანუ დემოკრატების ამოცანა არის, რომ ყველა ეს შტატი უნდა მოიგონ, რომელსაც დღეს დემოკრატი სენატორი ჰყავს. და ამის გარდა კიდევ 4 მანდატი სჭირდებათ იმისთვის, რომ უმრავლესობა მოიპოვონ, იმიტომ რომ დღეს ძალთა ბალანსი არის 53-47-ზე. ნუ მათი სამიზნეები არის ჩრდილო კაროლინა, ოჰაიო, მეინი, რომელიც უკვე ახსენე, შეიძლება ალიასკაზეც გაიწვიონ, სადაც ასევე კარგი კანდიდატი ჰყავთ მათ, მაგრამ ნუ პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ რუკიდან გამომდინარე არ არის ძალიან დიდი შანსი, რომ დემოკრატებმა სენატი მოიგონ, მაგრამ ეს თუ იქნა რაღაც ყველაფრის წამლეკავი ლურჯი ტალღა, რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია, იმიტომ რომ აქ ორი რაღაც მუშაობს, ხო? ერთია რომ ტრამპს დაბალი მხარდაჭერა აქვს და მეორე არის ის, რომ мотивация რო არჩევნებზე მივიდნენ დემოკრატებში ბევრად მაღალია, ვიდრე რესპუბლიკელებში. აქედან გამომდინარე შეიძლება ველოდოთ და მათ შორის იმედგაცრუებული ტრამპისტები რომც არ გადავიდნენ დემოკრატების მხარეს, მათი არ მისვლა არჩევნებზე ბუნებრივად გაზრდის დემოკრატების წილს. რა თქმა უნდა, ეს ეგრეა. აკა კიდევ ერთი თემა, რაზეც მინდა კითხვა არის ჩინეთი, ხო? აი ეს ბოლოსთვის მოვიდოვით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ალბათ ნახე ეკონომისტის გუშინდელი ქავერი, როცა აი ახლა ვიდეოშიც ვაჩვენებთ აუცილებლად ამას. ეს რას გეუბნება შენ და ჩინეთის პოზიციები როგორია ამ ომთან დაკავშირებით, ის არ გაცდენია დიპლომატიურ ჩარჩოებს და მოუწოდებს, ასე ვთქვათ, დეესკალაციისკენ და ომის დასრულებისკენ. ჩინეთის ეკონომიკაზე ეს ომი ასევე დიდ გავლენას ახდენს, იმიტომ რომ ჩინეთის სპარსეთის ყურის ნავთობს მნიშვნელოვნად ყიდულობს. ის არის ირანული ნავთობის მთავარი შემწყიდველი და ამ ომის პარადოქსი ის არის, რომ ამერიკამ ირანულ ნავთობს სანქციები შეუმშუბუქა და იქიდან გამომდინარე ჰორმუზის სრუტეზე ირანს ერთგვარი კონტროლი აქვს, ხა პირდაპირ კონტროლი არ აქვს დამყარებული, მაგრამ საფრთხის გამო მას ანგარიშს უწევენ. დე ფაქტო კონტროლი არის შემთხვევაში. კი, უფრო მეტ ნავთობს ყიდის ირანი ომის პირობებში, ვიდრე ომამდე ყიდდა, თუმცა ჩინეთს უჭირს მიიღოს სხვა არაბული ქვეყნების ნავთობი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ჩინეთს ძალიან დივერსიფიცირებული აქვს ნავთობის შეზყიდვა. აქედან გამომდინარე, მინდა კითხო, ჩინეთის ეკონომიკაზე რა გავლენა აქვს ამ ომს?
არსებობს თუ არა ჩინეთისთვის ალტერნატივები ნავთობის მისაღებად და გეოპოლიტიკურ კონტექსტში ჩინეთისთვის რას ცვლის ახლა მიმდინარე ომი? ანუ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ბოლო მიდან დავიწყებ ბოლო საკითხიდან მე მგონია რომ კიდევ ერთხელ ჩანს რომ აი თქვათ სისტემის პოლიტიკური სისტემის მოწყობის გამო თუ იმის გამო რომ თქვათ იქ არ არსებობს ხო რაღაცნაირად ცვალებადობა ხელისუფლების ვიცით რომ შემდეგი წლებიც სი ძინპინი იქნება ხელისუფლებაში ამ ეს ყველაფერი ქმნის რაღაცნაირად ჩინეთის სტრატეგიულ კულტურას, რომელშიც პრაქტიკულად ჩინეთი არის ერთ-ერთი გლობალური სერიოზული მოთამაშე, რომელიც სტრატეგიულად ფიქრობს და სტრატეგიულად მოქმედებს. ხო, ანუ ჩვენ ეს ნახეთ ყველაფერი გასულ წელს, ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც ტრამპმა გამოაცხადა ეს გათავისუფლების დღე და დააწესა ტარიფები მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის, ჩინეთს აღმოაჩნდა მოულოდნელად ძალიან სერიოზული ბერკეტი იშვიათი მინერალების სახით რომელმაც პრაქტიკულად აიძულა დონალდ ტრამპი რომ არა მხოლოდ შეეჩერებინა ვთქვათ აი ეს სანქციების უпростоრად ტარიფები არამედ უკანაც დაეხია ხო და ვთქვათ დაეხია მათ შორის იმ ნაწილში რომ მოცენავე ტექნოლოგიური ეს ნახევარგამო ჩიპები და ამის ექსპორტები საექსპორტო კონტროლი შეამსუბუქა ეს რა თქმა უნდა ჩინეთის მომგებიანია და ჩინეთი ამ ვითარებაში მე ეს მგონია ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით რომ მათთვის დონალდ ტრამპი სინამდვილეში ესე ვთქვათ ყველაზე მომგებიანი პოლიტიკოსი არის რა თვალსაზრისით რომ ის ყველაზე ნაკლებად ქორი არის იმ პოლიტიკოსებს შორის რომლებიც ვაშინგტონში არიან სხვები ხო იქნება ვთქვათ კონგრესის დონეზე თუ სენატის დონეზე იქ წამყვანი ფიგურები ბევრად უფრო მკაცრი მიდგომების მომხრე არიან ჩინეთის მიმართ ვიდრე დონალდ ტრამპი და რა თქმა უნდა როგორც ეკონომისტის მხდაზე იყო ნათქვამი ისინი არერევიან მაშინ როდესაც ხედავენ რომ მათი მთავარი მოწინააღმდეგე შეცდომას უშვებს მათი რეაქცია ამ ომზე ჩემთვის ოდნავ მოულოდნელი იყო იმ თვალსაზრისით რომ ბევრად უფრო მსუბუქი იყო თავის ტონალობაში ვიდრე ვიფიქრებდი მაგრამ ამასთანავე ნახეთ პაკისტანთან ერთობლივი ეს განცხადება 5 პუნქტიანი რომელშიც არაფერი არ იყო ნახსენები თქვა ვინ დაიწყო ომი რატომ და შემდეგ უბრალოდ ჩამოთვლილი იყო თქვა რაღაცნაირად უნდა დასრულდეს ეს ომი და ცეცხლის შეწყვეტა და აღდგეს ნავიგაცია ანუ ვინ ბლოკავს იქ ნავიგაციას და რატომ არ დაბლოკილი ეს არ იყო ნახსენები მაგრამ თუნდაც აი ეს მომენტი რომ თქვათ ჩინეთი ხდება რაღაცნაირი მედიატორი აი ამ პროცესში ან შეიძლება გახდეს რა თქმა უნდა მიუთითებს ჩინეთის გეოპოლიტიკური წონის ზრდაზე და ჩინეთზე როგორც თქვათ გრძელვა ჩინეთის იმიჯის გამყარებაზე როგორც გრძელვადიან სტრატეგიულად კეთილსაიმედო ესეთ სანდო პარტნიორზე რომელიც არ შეყვავს თავს რაღაც ესეთ ავანტურაში, ხო? ეს არის მე რა თქონია ხედვა ჩინეთის აი ამ კონფლიქტის, როგორც ისინი ამას ხედავენ, რაც შეეხება ვთქვათ ეკონომიკურ გავლენას, მე მგონია რომ აქ ეს გავლენა მაინც არ იქნება იმხელა რამხელაც შეიძლება სხვა ქვეყნებზე იყოს, იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვი, ჩინეთი საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს ეს ენერგეტიკული მიწოდების ბაზრები და თუ თქვათ ვერ ყიდულობს ირანისგან იყიდის თქვათ სხვა ქვეყნებისგან, იყიდის რუსეთისგან გაზდის იგივე თქვათ, შეიძლება იქ ლიმიტები იყოს, თქვათ არ იყოს რუსეთს არ ქონდეს თქვათ წარმოების კვეთრაძის ლიმიტები, მაგრამ ჩინეთი ამ თვალსაზრისით საკმაოდ სტრატეგიული მოთამაშე არის და იგივე თქვათ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით როცა საუბრობთ, მათ ეს სისუსტე თქვათ გლობალური ბაზრის ეს შესაძლებლობა მათთვის დაინახეს 2000-იანი წლების დასაწყისში 90-იანი წლების ბოლოს და ეს ინფრასტრუქტურა ააშენეს და დღეს ისინი ფიქრობენ უკვე იმაზე თუ რა იქნება შემდეგი ესეთი ბერკეტი მათ ხელში, ხო? იმიტომ რომ ახან ეს ბერკეტი უკვე გამოიყენეს, ამერიკა ამ დამოკიდებულებას ჩინეთზე შეამცირებს და საჭიროა აი ამ ბერკეტის ჩანაცვლება ახალი ბერკეტით. და ისინი ფიქრობენ რა შეიძლება იყოს თქვათ ესეთი ახალი ბერკეტი შეიძლება იყოს თქვათ რა ვიცი ფარმაცევტული რაღაცა პრეკურსორები სხვადასხვა წამლებისთვის თუ ასე შემდეგ. ხო ანუ მე მგონია რომ ამ თვალსაზრისით შეფასება ეკონომისტს რაც ქონდა საკმაოდ ზუსტია და ასახავს იმ განწყობას რაც პეკინში არის ნამდვილად. და მათ შორის ეს ალბათ ეს სიმსუბუქე ტონალობაში ამ ომთან დაკავშირებით მაინც დაკავშირებულია აი ამ სამიტთან რომელიც უნდა გაიმართოს მალე დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის ვიცით რომ ტრამპი უნდა ესტუმროს ეს უნდა ყოფილიყო მარტის ბოლოს მაგრამ მდინარე ომის შედეგად ეს გადაიდო და ალბათ მე მგონი მაისში არის ახლა
საუბარი რომ აიში გაიმართება და ალბათ მაინც უფრო ამას უკავშირდება და ეს შეხვედრა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომელზეც ჩინეთის ლიდერი შეეცდება აი ამ ყველა მის მიერ დაგროვილი აი ამ უპირატესობის გამოყენებას და გადათარგმნას მისთვის საჭირო წარმატებაში იქნება ეს ტაივანის საკითხი თუ სხვა მნიშვნელოვანი თემები, რაც პეკინისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. მე მგონი Washington Post-ს ჰქონდა, თუმცა შემდეგ აღდგა 11 მილიარდი დოლარის შეიარაღების პაკეტის დამტკიცდა, მაგრამ თვითონ ტაივანში არის პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ თქვა გაყოფილია ხელისუფლება პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, ანუ პრეზიდენტი არის დემოკრატიული სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი და პარლამენტში უმრავლესობა აქვს კომენდანტს, რომელიც უფრო ჩინეთთან ახლო კავშირების მომხრე არის და ეს ბიუჯეტის ზრდა, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდაც გაჭედილი არის რაღაცნაირად და ვართ აი ამ ვითარებაში და მათ შორის თქვა აი ამ მიმდინარე ომსაც ჩინეთი შეეცდება რომ გამოიყენოს ტაივანზე ზეწოლისთვის იმ თვალსაზრისით, რომ დაანახოს ამერიკა როგორც არა კეთილსაიმედო, არა სტაბილური პარტნიორი, რომელიც არ იქნება მზად დაიცვას ტაივანი საჭიროების შემთხვევაში. კი, აკა და დასასრულისკენ უნდა ვისაუბროთ ალბათ რა გავლენა აქვს ამ ომს საქართველოზე. ვნახეთ ძალიან რადიკალური განცხადება ირანის ელჩის საქართველოში. ეკონომიკურ გავლენასაც შეეხება, ხედავთ უკვე რომ სერიოზულად იზრდება ბენზინის და დიზელის ფასი 30-დან 60-70 თეთრამდე სხვადასხვა ტიპის ბენზინზე და დიზელზე და ეს მე უკვე რა თქმა უნდა ეს ისეთი პროდუქტია, რომლის ზრდაც აისახება ყველა სხვა პროდუქტის ფასზე, ხო? შენი აზრით პირველ რიგში ირანის ელჩის განცხადებაზე რას ფიქრობ და მეორე მხრივ ეკონომიკურ გავლენაზეც მინდა გკითხო. ანუ ეკონომიკური გავლენის ნაწილში გასაგებია, რომ მეტნაკლებად იქვარცაც ყველა სხვა, ანუ და მოხვდება რა თქმა უნდა ეს აი მოყვებით აი რაღაცნაირ ეფექტში, როგორც მინიმუმ თქვა საწვავის ფასი მოკლევადიან პერსპექტივაში გაიზრდება, ამას წესით უნდა მოყვეს თქვა დანარჩენ პროდუქციაზე ფასებიც და საწვავის ფასი შემცირდება, მაგრამ დანარჩენ პროდუქციაზე ფასების ელასტიურობა ამხელა არ არის ხოლმე. პოლიტიკურ თვალსაზრისით რაც ვხედავთ, არის ფაქტი ის, რომ რაღაცნაირად საქართველოს მიმართ ინტერესი ამერიკაში, ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციაში, ყოველ შემთხვევაში უფრო გაიზარდა და ალბათ ამაზე მეტყველებს ეს კობახიძესთან სატელეფონო ზარიც მარკო რუბიოსი და ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ თვითონ საქართველოს თქვა აი ამ ამერიკული ინტერესების ველში მოხდა სწორედ ტერორისტთან ომის დაწყების შემდეგ, ხო, ანუ ჩვენ რაღაც ბუნებრივად დაყოფილ ვართ აი ამ ჩვენ შევეცადეთ რომ დაგვეინტერესებინა ამერიკა და უკვე მას შემდეგ რაც დაიწყო ავღანეთის ოპერაცია, ამის შემდეგ დაიწყო ერაყის ოპერაცია, საქართველოს მიმართ ამერიკის ინტერესი გაიზარდა და ამან განაპირობა ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ამდენი წლის განმავლობაში ჰქონდა. აკა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მიმოხილვისთვის და შემდეგ კვირაში უკვე სხვა თემაზე საუბრით შევხვდებით. შემდეგ კვირაში უნგრეთის არჩევნებზე კი, აუცილებლად გვეგმით. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო და გადამწყვეტ გარდამტეხ არჩევნებზე არა მხოლოდ მარტო ევროპისთვის, არამედ გლობალურად ძალიან სერიოზული გავლენა შეიძლება ჰქონდეს. იმიტომ პრაქტიკულად, რა ვიცი, ორბანის ხარდასაჭერად დაარაზმულია მთელი ევროპელი ულტრამემარჯვენეები ყველა რუსეთი თავისი სპეცსამსახურებით, ამერიკის ხელისუფლება, რუბიო უკვე ჩასული იყო და მას გამოუცხადა ხარდაჭერა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეიდი ვენსი ჩადის მის ხარდასაჭერად. მოკლედ პიტერ მადიარს უწევს მთელ მსოფლიოსთან ბრძოლა და არა მხოლოდ რესურსებით, მედიაში სრული დომინაციით და ფინანსური რესურსებით დომინანტ ვიქტორ ორბანთან. ამიტომ ძალიან რთული იქნება ორბანის დამარცხება. ჩვენი პოდკასტის უკანა ტერიტორიას ეს ეპიზოდი კი დასრულებულია. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და სხვა სოციალურ ქსელებშიც გამოიწეროთ რეალ პოლიტიკა. მადლობა.